სიმპათიური ბიჭი და მსუქანა სად არიან? ბელიგი მკვდარია. ახლა ამაზეც თუ იხუმრებ, ენასა მოგაჭრე. Fox River-ზე რამე გაგიგიათ? იქნებ ერთხელ ვისადილოთ და თან ამაზე დავილაპარაკოთ. ფასდაკლების ბარათი მაქვს, ნებისმიერ შტატში გადის. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ბრედ ბელიგზე ასე დაწყდებოდა თქმული. Fox River-ის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. არასოდეს იცი რა მოხდება არა? უცნაურია, ახლა მეც ეს უნდა მეთქვა. თუმცა არა. მოდით ამჯერად ტყვეობისა და თავისუფლების შესახებ სულ სხვა ამბავს მოვყვები. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ციხეში მოხალისედ მუშაობდი. იქ ერთი მცველი იყო. დიდი კუნთიანი ნამდვილი ბუღა. ბრედს ეძახდნენ. ბრედს. სატანასავით შეუბრალებელი იყო. მისი მკვლელებსაც კი ეშინოდათ ერთხელ იმ ბრედმა მითხრა: "კოლ, მინდა აქედან წახვიდე, მინდა აქედან ახლავე წახვიდე, იმიტომ რომ შენის კაცი ხარ, ვისაც თავისუფლება უყვარს." მე უპასუხე: "შენზე რას მეტყვი, ბრედ? შენზე რას მეტყვი?" მან კი მითხრა: "როდესმე მეც ვიქნები თავისუფალი. როდესაც პენსიაზე გავა. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ბრედი გარდაიცვალა. და იცით ამ დროს სად იყო? ისევ იმ ციხეში. ისევ უარყოფითი აზროვნების ტყვეობაში." უკაცრავად მეგობრებო. საწყალი ბრედი. საწყალი.